ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ამერიკის შესწავლის ინსტიტუტმა და საქართველო-ამერიკის მეგობართა კლუბმა პრეზიდენტთა დღე აღნიშნა. პრეზიდენტთა დღე ამერიკის ფედერალური დღესასწაულია და მას ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს უძღვიან. დღევანდელ ღონისძიებაზე მოხსენებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები გამოვიდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც. საქართველოში ამერიკის მეგობართა კლუბმა გადაწყვიტა აღენიშნა ეს ღონისძიება. წელს ამას ჩვენ ვატარებთ მეორეჯერ ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ რექტორის მხარდაჭერით დღევანდელ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დაათვალიეროს შეერთებული შტატების 44 პრეზიდენტის ფოტოსურათი, ნაჩვენები იქნება აგრეთვე დოკუმენტური ფილმი, გაიმართება საჯარო ლექცია, დისკუსია სათავრით ამერიკის პრეზიდენტი. ძალიან საინტერესო დღეა ამერიკის ისტორიაში და შესაბამისად ამერიკის ყველა გულშემატკივრის ისტორიაში. ეს არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტთა დღე, რომელიც ეთხოვა ძირითადად ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღეს, მაგრამ ასევე თებერვალში დაბადებული აბრაჰამ ლინკოლნი, ასევე მეორე გამოჩენილი პრეზიდენტი და მოგესალმებით ამერიკელებმა მათთვის ჩვეული პრაგმატულობით რაღაცნაირად დაამტყუეს ეს ზეიმი და პრეზიდენტების დაბადების დღეს აღნიშნავენ.